ხამე მშვიდობის. დასვენების დღეებში მოკლედ ვერა და ვერ მოვახციე თქვენამდე. მინდოდა აი გულიანად დასვენება ყველაფრისგან. რასაც ქვია დასვენების 2 დღე მოდით ესე ვიტყვი ვიზარმაცე ოღონდ არა იმ გაგებით რომ არაფერს არ ვაკეთებდი ანუ ვიზარმაცე ვიდეოს გადაღებით ვიდეოს ხო არ გადავიღე რა მოკლედ ვიდეო ხო დღეს პირველი დღეა ამ კვირაში მუშაობის დამრჩა კიდე 3 დასვენებამდე ვითვლი ხოლმე დღეს გათენდა წუხელ ანუ გუშინ რა ორშაბათს ღამე და შეორშაბათს ღამე აქვია იყო უკვე 5 საათი იყო თუ რაღაცა ესე რაღაცნაირად არ მინდოდა დაძინება არ მინდოდა რომ სამსახური ანუ რომ სამსახურში წასვლის ძმე ყოფილიყო ნუ მოკლედ სერიალს ვუყურებდი და რომ დავწერქი და უკვე ღრმა ძილში შევდიოდი გაფიდა დობი ატეხეს ერთი ამბავი დაცხეს ერთმანეთს მოკლედ ბუნტყლებით იყო ყველაფერი და მოკლედ წამომახტუნეს მაინც მე ძნელად ჩამეძინა მოკლედ სადღაც 3 საათი მეძინა ალბათ სრული 3 არა მაგრამ ესე და წარმოიდგინეთ ესე რომ გაიღვიძებ და სამსახურში წახვალ რო იცი რომ 12 საათი უნდა იყოს სამსახურში საკმაოდ ისეთი მაგრამ ფსიქოლოგიურად ვითომ არ მეძინა 3 საათი და ვითომ ჩვეულებრივი დღე იყო ისე დავაჯერე საკუთარი თავი და სხვა შორის გაამართლა არ მიგრძნია ძალიან ის კი არა სხვა დროს მაგალითად თავგუსხმებით მექნებოდა თქნარებით მოუკვდებოდი ხო და ანუ ესე დილას რომ გავიღვიძე ყავა გავიკეთე დილის რუტინა და მთელი ამბები და ფანჯრები მქონდა და დარჩენილი დასაწმენდი დამავიწყე ხო რა ჩამოვწერე რაღაცები და დამავიწყე იმის ჩამოწერაც თორე არ დამავიწყდებოდა ხო მაგრამ ნახეთ როგორ რაღაცა რამდენჯერაც ფანჯრებს შევხედავდი კი მახსოვდა მაგრამ როგორც კი გამოვიხედებდი მავიწყდა ერთი სიტყვით რომ გავწმინდე დღეს დილას გავწმინდე და მაღაზიაშიც ჩავედი ჩვენ მაღაზიაში მეორე ქალი იყო მასთან არ შევდივარ ხოლმე ვისაც ნანახი გაქვთ ადრინდელი ვიდეო გეცოდინებათ რატომაც ხო და ამიტომ მომწია ქუჩის ბოლოში გასვლა აი მსგავსი მაღაზია უბრალოდ ის რომ 24 საათიანი არ არის და იქ ვიყიდე რაც საყიდელი მქონდა პური შაქარი და სიგარეტი ხო სიგარეტი მტრა სამსახურში შესვენების დროს ანუ რომ მოვიწყა ხოლმე სული გამოვდივარ ხოლმე და თან სიგარეტსაც ვაბოლებ ხო ახო და ესე მოკლედ ყავას გავიკეთებ თან და რაღაცები ვიყიდე ხო სახლისთვის ამ კვირაში უნდა შევაგროვო კრედიტის ფული იმედი ახმა ისმის შევხედოთ კი უნდა ისმოდეს იდეაში მოკლედ ეს მიკროფონები
არის ძალიან ფაქიზი. უნდა შეამოწმო წარამარა, შუქი უნდა ენთოს თვითონ მობილურში რაც ერთდება, იმაზეც უნდა ენთოს მწვანე და აქაც ანუ მიკროფონზე. მოკლედ დატენილიც უნდა იყოს თავისთავად. ვიღაცამ თქვა მას წინათ ვიღაცის ვიდეოს უყურებდი. გონი გვანცა თქვა. და კი ვიფიქრე პასუხი მინდოდა კომენტარი დამეწერა, მაგრამ მოკლედ როცა სამსახური ისე არა მაქვს მაგის ნერვი და ყველაზე დიდი იმას ვქნამეთ ხოლმე მეთქი. რა ქვია, გულები და დავწეთ. ხო. რას ვამბობდი? აქ მიკროფონი გაითიშა. მოკლედ ლაპარაკობ, მგონი თუ სწორედ მახსოვს წუწუნებ, დასვენება მინდა სოსო დავასვენო, მე დავისვენო. მგონი ამაზე ვსაუბრობდი. მე ის თუ რა ვიყიდე დღეს ფასტაკლებით ლიბრეში შევიძინე ნაკეცები, კორიდას რაღაც ნახევრად შებოლილი მონადირული ძეხვი და მოკლედ ყავას რო ამზადებ და ლაპარაკობ ბევრს. კიდე გათიშულა რამდენი ვილაპარაკე ვინც ის სად გავჩერდი, არ ვიცი. ეს ვიყიდე რაღაცა ტრადიციული მონადირული კორიდასი, აჯი კორიდასის რატომღაც იაფია, ნახევრად შებოლილი ძეხვი, ფასდაკლებაში იყო, ხასი რო გითხრათ გაგეცინებათ 4 ლარად. რაღაცა სვანური კარაქი, ნაღების კარაქი ვიყიდე, ესეც იაფი იყო. მეთქი, ნაღების კარაქი აწერია და ნახავ გავსინჯავთ, ახლა თქვენთან ერთად. ხო და გეტყვით როგორია. აქ კიდევ გაითიშა, მოკლედ დამტანჯა დღეს მიკროფონმა. კიდევ კაი არ წავშალე ეს კადრები, მე დამეზარა თავიდან გადაწერა, ანუ ხელახლა ვიდეოს ჩაწერა, აქ საუბრობ ამ კარაქზე, რომელიც შევიძინე და სხვათა შორის მომეწონა. სპრედს ნამდვილად ჯობია, სპრედის ფასად გამოდის ფაქტიურად სვანური კარაქი. ეს ქათმის ჭხირები, ანუ ნაგეცები სოსოსთვის, სახლში როცა არის ხოლმე გაიმზადოს სადილი. ნაყინი ვიყიდეთ გუშინ მე და სოსომ კენკრის. აქ საუბრობდი იასამნისფერია ეს კენკრის ნაყინი, მაყლებია შიგნით და მერე თმის ფერზე გამახსენდა. თმა არ შემიღებია, მოკლედ შევიღება აუცილებლად ამ დღეებში. საკმაოდ გემრიელი ნაყინია. სოსოს ძალიან მოეწონა კენკრის, არ ახსოვს თორე ორნაბიჯი რომ მუშაობდი, იქაც ვყიდულობდი ხოლმე კენკრის ნაყინს. ოღონდ სხვა კომპანია უშვებს. აქ შევამჩნიე, რომ მიკროფონი გამეთიშა ისევ. მეორე მიკროფონი ავიღე, ალბათ ის დაიჭდა. იმედია ამას ხმას იწერს. მოკლედ იმას ვამბობდი, რომ ნაყინი ვიყიდე გუშინ. მე და სოსო ერთად ვიყავით ჩასულები. კენკრის ნაყინი და თან იასამნისფერი როა. მაყლებია შიგნით. მეთქი ჩემი თმის ფერი უნდა მეთქვა და გამახსენდა თმის აღებავი რო არ შევიღებე, მაგაში ვლაპარაკობდი. იმედია ეხლა იწერს. ძალიან დავიღალე.
დავიღალე არა მარტო საქმით, არამედ გარეთ რო ვარ რა 12 საათი სხვა გარემოში ერთი და იგივე დამკლელია. ტურაგენტი მაინც ყოფილიყავი. თან დავათვალიერებდი. თვალს დავალევინებდი ის ჰაერზე ვივლიდი. ისე კაი აზრია. მაგისტრის უნდა ერკვეოდა იმ მხარეებში ისტორიაში ასე თუ ისე რაღაცა ენები უნდა იცოდე. ეხლა რუსულად საუბრობ. ინგლისურადაც, მაგრამ ისე კარგად არა, როგორც რუსულად. ტრენაყინია. კარგით, აბა ძალიან დიდი ვიდეო რო არ გამოვიდეს. არ ვიცი თუ შეატყობთ აქ. დავალაგე. გუშინ წინის წინ გონი. არა, გუშინ წინ. გუშინ წინ ხო, გუშინ წინ. აი რო ვთქვი რომ უნდა დავალაგო მეთქი რაღაცა, იმ საღამოსა და მეორე დღეს დავალაგე. დავაბინავე. ნივთები ყველაფერი სადაც საჭირო იყო. გავხეხე, გავწმინდე ის რა ქვია იმას, იქ შლანგი რო გადის ის პლასტმასის იმაში ჩასმული და სულ იმტვერებოდა რაღაც იქ წვეთები რაღაცა და სულ მასკენ გავაპრიალე. მოკლედ კარგად დავალაგე რა. ხო, მაგრამ ბევრი კიდე გასაკეთებელია. და რაც მთავარია, ორგანიზებული არ არის, ანუ ნივთები ყველაფერს თავისი ადგილი ხომ უნდა კონდეს, ახლა ძირითადად ხო, მაგრამ აი მაგალითად ხელსაწყოები, ჩემი რაღაცეები, ნუ ესეთი რაღაცეები დასავაგებელი მაქვს, იმიტომ რომ წარმარა მიწევს ძებნა. ხო, იმასაც ვფიქრობდი რაღაცის შეკერვა მინდოდა და ნუ ესე ვერ შევკერე. მოკლედ აი ესე რა. ვითომ არ მაქვს ცოტა დასვენება, ანუ 3 დღე არ არის ცოტა დრო ხო კვირაში 3 დღე ისვენებდი, მაგრამ ისე სწრაფად გადის ხოლმე. ხო, ნუ არ ვიცი, მოგით აი ესეთ ხასიათზე ვარ დღეს რაღაცნაირად. ალბათ დავიღალე. არც მინდოდა წასვლა დღეს სამსახურში, არ მინდოდა წასვლა, გეფიცებით როგორ ვიყავი, იცით, ვფიქრობდი მეთქი, აი ფული რო არ მჭირდებოდეს, მართლა არ წავიდოდი, აი რა ძალამბადგია. არ წავიდოდი. მაგრამ კრედიტი გადასახდელია, საქმე გასაკეთებელია, მოკლედ ესეა რა, იცულებით რომ გიწევს მუშაობა, ეს არის საშინელება. ხო, კარგით, აბა დროებით და ვიფიქრე მეთქი იქით დავსხდებით რაღაცა და დაჟდომილ მდგომარეობაში ვიდეოს ჩავწერთ ხო, მაგრამ სოსო ნუ ძალიან დაცხა. სხვათა შორის 38 გრადუსია თუ რაღაც ეგეთი ვნახე და ძალიან დაცხება რა და სოსოს ვთხარი მაისური კაი ხადები გაიძრე თქო ცოტა ხარ თქო და დაგცხება თქო და ნუ არც შეუძლებელი მაისური რატო უნდა ჩაეცვა ის აცხება და ესეა და ნუ ახლა კადრში არ უნდა რომ მოხდეს თავისთავად. კარგით, მეგობრებო, დროებით და რა ვიცი, თავს ასე ვთქვათ, შემოულაწუნებ და განწყობას შევიქმნი, რომ ენერგიულად წავიდე სამსახურში. აი თანამშრომლებთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობა კიდე მაძლევინებს და მატანინებს, თორე რა არის იქ ახლა ესეთი რომ რაღაცა მახარებდეს ჭურჭლის სხვა ხო რას ამბობთ გიშდები ისე მიყვარეს და ძალიან ნუ არის
იცი რა მოხდა. კარგით, მოკლედ წუწუნის ისა მაქვს საღამო ხამე. კარგით, აბა გაკოცეთ და ხვალამდე.